ამინ. გილოცავთ მესიის იერუსალიმში დიდებით შესვლას, დღესასწაულს, ბრძობას. ეს იყო წინასწარ მეტყველება ჩემო ძვირფასებო. აჰა, ძველი აღთქმის, აჰა მეფე შენი მოვალს, შენდა 7 და ზეზის იგი ვირსა და კიცსა ზედა. და კიდევ ერთი დეტალი თავად ნახეთ. და ვითარცა შევიდა იგი იერუსალიმად შეიძრა მთელი ქალაქი იგი. ხოლო შეძრა ქალაქისა თუ რას ნიშნავს, ეს კარგად ვიხილეთ. ჩვენ თბილისში პატრიარქის დასაფლავების დღეს შემოგვიყვანს. მესიის მოლოდინი იყო ის, რომ უნდა აღდგენილიყო მარადიული ბედნიერი დაუსრულებელი სამეფო ქვეყანა. გამიგეთ? სადაც აღარ იქნებოდა აღარც სიკვდილი და არანაირი პრობლემა. და ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, კი, მაგრამ სად არის ესეთი სამეფო, სად არის ქრისტე რომ მოვიდა და სად არის ის მარადიული ბედნიერი სამეფო? იგი სიკვდილის წინ, უпростоრად სიკვდილის შემდეგ გადაიშლება ჩვენ წინ, ხოლო მეორე მოსვლის შემდეგ მთელი თავისი სიდიადი, როცა ღმერთი ამ სამყაროს ხილულს გარდაქმნის თავისი გონიერებით, თავისი დიდებულებით, თავის ყოვლად შემძლეობით და როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს იქნება რაღაც ახალი ცა და ახალი მიწა, რაღაც სასწაული. აი ეს არის და მოდის მესია შედის იერუსალიმში და მთელი ებრაელობა, მთელი ისრაელი ეგებება მას და აღიარებენ მას მესიად. აქ კიდე ერთი საინტერესო რამ არის. მესია მოვიდა სანამ იქნება მეორე მოსვლა, მესია მოვიდა რომ ჯვარცმულიყო და ჩვენს ნაცვლად მიეღოთ აჯვარცამება ჯვარზე. გამიგეთ? და ამით გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და გაეღო 64-ის კარი. შეიძლება ვინმე თქვა, ყველაზე მეტად წამება, ყველაზე მეტად ეწამა ქრისტე, ხო რაღაცა ისტორიით ახორიცით, რომ ისეთ წამება, რაც ქრისტემ გაიარა, უფრო მეტი ვიღაცას ქონია, ხო, ადამიანებს, ეხლა ისე ვთქვათ რა. მაგრამ რატო ითვლება ყველაზე მეტად, რომ ქრისტემ იწამა და მთელი ჯოჯოხეთული ტანჯვა მიიღო, იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ ღმერთი ეწამა, გესმით? ღმერთი ეწამა. სად ადამიანი რო ეწამება და სად განკაცებული ღმერთი რო ეწამა. განკაცებული ღმერთი რო ბაგაში დაიბადა, უკვე ეს იყო წამება მისი. გამიგეთ? განკაცებული ღმერთი რო აი ამ გლებში ცხოვრობდა ირგვლივ, ამ ფარისევლებში და სადუკევლებში ეს იყო უკვე ტანჯვა წამება, ჩემო ძვირფასებო და ბოლოს განკაცებული ღმერთი ჯვარს აცვეს, ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, მან მიიღო ყველაზე მეტი ტანჯვა წამება. და ქრისტე ამბობს, გეტყვით მე, ვისი გეშინოდეთ? გეშინოდეთ მისა, ვისაც სიკვდილის შემდეგ შეუძლია გაგიშვა გეენიაში. აი ვისი უნდა გეშინოდეთ. და ყოველი რომელი მომცამე მამამა ჩემთან მოვიდეს. ძალიან საინტერესო სიტყვებია. ჩვენზეა ლაპარაკი, ყველაზეა ლაპარაკი, ყველა ქრისტიანს, კონკრეტულად ჩვენზეც. და რომელი მოვა ჩემთან, გარეთ არ გავაცემ მას. ჩემი მამის ნება ყველა ვინც ირწმუნებს ძეს, მარადიული ცხოვრებები. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვისაც ჩემის წამს, მას მარადიული სიცოცხლე აქვს უკვე. ხოლო მოციქულები 70 მოციქული რო დაბრუნდნენ, როდესაც მაცხოვარმა აკურთხა, მკვდრები აღადგინეთ, კოჭკები განკურნეთ, ბრმებს თვალები აუღიეთ, ავადმყოფები განკურნეთ და როცა დაბრუნდნენ, გაკვირვებულებმა უთხრეს, სულნი ბოროტნიო ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენ ჩვენ. გამიგეთ? და მაცხოვარმა უთხრა, ამაზე და კი
გიხარია რომ სული უკეთური დაგემორჩინეთ არამედ გიხარობენ რამე თუ სახელები თქვენი დაწერილია უკვე ცათაში ანუ წინასწარ თქვენ სამოთხეში რო გახოთ სამოთხეში აი თურმე ჩვენ რა უნდა ვიხარებთ ხოლო შემოწმება სული უკეთური დაგვემორჩილებიან ჩვენ გვემორჩილებოდნენ ეს იცით რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ 70 მოციქული 12 და 70 მოციქული როცა მკვდრები აღადგინეს ბრმები განკურნეს ეშმაკეულებიც რომ მუის ადამიან ხოგიდან ეშმაკეულები ან გაგიგია რომ ესეთებიც გამოვიდნენ გამოაძევეს იქიდან ეშმაკები და ნორმალურ ადამიანებად აქციეს და განკურნებული იყვნენ და რა თქმა უნდა ესეთ სასწაულებს რო ჩაიდნენ უხვად დააჯილდოვა ხალხმა მოციქულები ან უმდიდრეს ხალხად იქცნენ წარმოიდგინე იქვე ამბობს მაცხვარი მუშაკი ღირსია სასხიდისა და უმდიდრეს ხალხად იქცენ იმიტომ რომ წარმოიდგინე რომ დაცვა აღადგინებდა ის ოჯახი როგორ დაგაჯილდოებს ბრმაშვილს რომ თვალებს აუხლებ და ის ოჯახი როგორ დაგაჯილდოებს გამიგეთ ესე იგი ისინი იყვნენ უკვე სასწაულად პრივილეგირებული ხალხი რაღაც დაწინაურებული ხა წარმოიდგინე და მაგრამ ეს კი ნუ გახარებთ ანუ ეს საერთოდ ადამიანს ეს კი არ უნდა ახარებდეს რა თქმა უნდა ესეც უნდა გვახარებდეს თუ გვექნება კაი ჰონორარი გვექნება კაი სახლი კაი კარი კაი აგარაკი შვილები ცოლი კარგი ქალს კაი ქმარი ეს ყველაფერი მაგრამ აქ ლაპარაკია რომ თაბარი ეს არის ჩვენ უნდა გვახარებდეს ახლა ჩვენზე არ არის რომ ეს დაბეჭდებით ჩვენი სახელები უკვე ცათაში დაწერილი ეს მოციქულებს უთხრა მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს შანსი გამიგეთ ქრისტესთან მოვედით ნახევ არ გავაძებო ვინც ჩვენთან მოვა და თუ ჩვენ არ ვარყოთ ჩვენი სახელებიც იქნება დაწერილი ცათაშინა თუ ბოლომდე დავრჩებით ქრისტიანები ამიტომ ეს უნდა უხაროდეს ადამიანს ფსიქოლოგიურად ეს არის გამიგე რომ ცათა უნდა გვიხაროდეს ის რომ ცათაში მოვიპოვოთ ღვთის სასუფეველი ეს არის მთავარი მიზანი თორე დანარჩენი აბა რა არ მოიწევს და ჩემთვის ფასებო მაცხოვარი ესე იგი ეუნება რომ ღვთის სასუფეველზე და ნახეთ რა საინტერესო ადგილია რომ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისა ნახეთ მაცხოვარი რა უარყოფს იმას რომ ჩვენ გვჭირდება ჰონორარი ჩვენ გვჭირდება საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, კარი, სახლი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არ ვარ. ნახეთ ერთი კაი ადგილი. იმიტომ რომ არის ბევრი ისეთი შეხვდებით, რომ არ შეიძლება ორი დასაცმელი, არ შეიძლება ისა, არ შეიძლება ესა, არ შეიძლება კარგსაწოლზე დაწოლა და ასე შემდეგ. გამოუცდენ. ნახეთ მაცხოვარი რას ამბობს. სინამდვილეში ჩვენ ხო ყველაფერი გვჭირდება ჩემო ძვირფასო, ხო? სახლი, კარი გაწვლებით რომ თქვა თებში, კოვზი, სუნამო, კარადა, მაგიდა და რა ყველაფერი აი იმიტომ თქვია 1000 წვრილმანი მაღაზიებს აწერია, ხო? და მაცხოვარი ნახეთ რას ამბობს. მამამან თქვენმა, ანუ ღმერთმა იცის რა გჭირდება და რა გინდა თქვენ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იცის თქვენ მხოლოდ ეძიებდით სასუფეველსა ღვთისა და ესე ყოველი ანუ რა ჩამოთვალეთ და რაც არ ჩამომითვლია მაგიდა კარადა სახლი კარი კაიცოლი კაიქვარი ქალისთვის ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ გამიგეთ ოღონ ეძიებდით ღვთისასუფეველს ამიტომ არის ჩემო ძვირფასებო ყველაფერი უნდა დაინახოთ ქრისტე ყველაფერს თქვენ ყველა კმედებაში და ასე შემდეგ. ამიტომ არის ჩემო ძვირფასებო, რომ ესე ყოველი აგერ ლილოს ბაზრობაზია, ხო? ესე ყოველი რაც გინდა არის. მე რომ მივიდივარ ლილოს ბაზრობაზე, აი მაცხოვრის ეს სიტყვები მახსენდება, რომ ეძიებდით სასუფეველსა ღვთის, ანუ ეძიებდით კვირას კი არ დაწახვიდე ლილოს ბაზრობაზე, მოხვიდე წირვას დაესწრო. სხვა დღეს წახვიდე ლილოს ბაზრობაზე, იმიტომ რომ თვითონ მაცხოვარი გეუბნება. ესე ყოველი ამ ვიქ რაც არის ლილოს ბაზრობაზე ესე ყოველი შეგეძინო თქვენ ანუ შეგეძინება თქვენ გამიგეთ ამიტომ
ჩემ მეუღლესთან ერთად ლიდოს ბაზრობაზე რომ მივდივარ მარცხონის სულელი სიტყვები მახსენდება ესე ყოველი შეგეცნო თქვენ აბა ტრადიციულად ავწიოთ ბზები და ვთქვა როგორც მაშინ ისრაელმა ოსანა მაშინა ურხევლას მოვავალი სახელით გამოვისათა ამინ ჟვანი გამოიტანეთ ეხლა მე ვთხოვ სასულიეროებს იქ დაადგებიან გლები და რომ გახვალ ასხურებენ და ისე ნამორხია რომ იცოდეთ მაგრამ მაინც